სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ და ვამთავრებთ ქართულ ენაზე ჯონ მაკარტურის საუბრებს, კითხვა და პასუხებს, რომელიც ბიბლიას ეხება და შემდეგ ბოლო კითხვა სვავს ჯეიდენი, მე ვფიქრობდი რა სურათი დამედო, ნახე ერთი, როდესაც პეტრეს შეხედავს იესოს ცნობილი ნახატი არის ფერწერაში და შერცხვება მას. ლაპარაკია როგორ შევცვალოთ ცოდვისადმი სიყვარული ქრისტესადმი უფრო დიდი სიყვარულით, რათა პირველი მოვკლა. და გამიკვირდა მე როცა გადავხედე რომ ამას სვავს პატარა ბავშვი. ნახავთ რა ახალგაზრდა არის. მეორე ვნახე კიდევ ერთი ძალიან კარგი ის იყო, ესე თქვათ, გაკეთებული ნახატი თუ ფოტო იესო ქრისტე ხელი აქვს ჩაყოფილი ცეცხლის ტბაში და ჩვენ ხელს ეჭიდება და იქიდან ამოყავს. აი არ ვიცოდი რომელი დამედო და მე მაინც გადავწყვიტე რომ ეს ახალგაზრდა თქვენ გენახათ და მისი ფოტო დავდები თუ აი გაგიხარდებათ ის ახალგაზრდა პატარა ბიჭთან ერთად იდგა რომელმაც ასევე კითხვა დასვა და ალბათ შეიძლება ძმებიც იყვნენ ესენი. და მას ჯეიდენი ქვია და რა ვიცი აი ძალიან გაგიხარდება როცა პატარა ბავშვებს, პატარა ახალგაზრდებს ესე სერიოზულად აინტერესებს ესეთი საკითხები. და მე ამას შევესწარი ბატონ ჯონთან მიმართებაში. და ძალიან საინტერესო არის ესეთი ადამიანების სკოლა, ხომ ახალგაზრდების სკოლა ჩვენს ირგვლივ. ესე იგი როგორ შევცვალოთ ცოდვისადმი სიყვარული ქრისტესადმი სიყვარულით, რათა პირველი მოვკლა. გამარჯობა პასტორ ჯონ, მე ჯეიდენი ვარ, გამარჯობა ჯეიდენ. მე გამიგია რომ ცოდვის მოსაკლავად საუკეთესო გზა არის ღმერთისადმი უფრო დიდი სიყვარული. მე მაინტერესებს როგორ უნდა შევცვალოთ ცოდვისადმი სიყვარული ქრისტესადმი უფრო დიდი სიყვარულით, რათა ეს ცოდვა მოვკლა. ჯონ მაკარტური ალბათ გაოცებულია მე მგონი ასეთი პატარა იმისგან, ესეთი კითხვა რა ვიცი დიდებს არ დაუსვიათ. ჯეიდენ ეს შესანიშნავი კითხვაა. ღმერთი ძალიან დიდებულია და განსაკუთრებით იმიტომ რომ მან თავი გასწირა ჩვენი გულისათვის და ეს ქრისტეში გამოვლინდა. ღმერთმა, როგორც ეს ებრაელთა წერილის პირველ თავში წერია, მრავალი გზით ისაუბრა ჩვენს მამებთან. მაგრამ ამ უკანასკნელ დღეებში ის გველაპარაკა თავის ძეში, რომელიც უხილავი ღმერთის ხატია. ამიტომ ჩემთვის ეს არის ქრისტეს სილამაზე, რომელიც ძლევს ცოდვის მიზიდულობას. მეორე კორინთელთა წელს მესამე თავში, მე-18 მუხში ნათქვამია: ჩვენ კი ყველანი რიდე ახტილი, როცა ლაპარაკია, იქ არის ლაპარაკი, ალბათ იცით, მოსეს რომ რიდე ქონდა ჩამოფარებული და როცა შედიოდა ღმერთთან ამ რიდეს იხსნიდა და როცა გამოდიოდა რიდე ქონდა ჩამოფარებული გახსოვთ ხალხთან, ბრწყინავდა მისი სახე. და ამას იხსენეს პავლე. ჩვენ კი ყველანი რიდე ახტილი სახით მსგავსად ვხედავთ უფლის დიდებას. ვუმზერთ რა სარკეში ამ ხატებას და გარდავისახებით დიდებიდან დიდებაში, როგორც უფლის სულისაგან. ესე იგი, ჩვენ ვილაპარაკეთ გასვოთ ხო, ქრისტიანული სულის დანიშნულება რა არის? ზუსტად ეს, ჩვენი გარდასახვა და ქრისტეს მსგავსება. და ქრისტეს სარკეში რო ვიხედებით, ქრისტე ჩვენ გონებით ჭრეთ მას და უყურებთ, ხო? და აგრძელებს ჯონ მაკარტური, ქრისტიანული ცხოვრება არ არის იმედი, რომ რაღაცა მოვლენა აგამაღლებს, რომ თითქოს რაღაცა მოხდება შენ ცხოვრებაში და ფრთები გამოგესხვება, ან რაიმე რაღაცა ემოციური გრძნობა, ან რაიმე რაღაცა ემოციური გამოცდილება. მხოლოდ და მხოლოდ საქმე არის იესო ქრისტეს ყურებაში, მის სილამაზეში, მის დიდებაში, საოცრებაში, მის ბრწყინვალებაში. მისი შეუდარებელი დიდებულების დანახვაში. ის იმდენად დიდებულია, იმდენად საოცარი, იმდენად აღემატება ნებისმიერ რამეს, რომ ყველაფერი ფერმფრთალდება მასთან შედარებით. ცოდვისადმი სიყვარული უფრო დიდი სიყვარულით უნდა ჩაანაცვლოთ და ეს არის ყველა მცნების ჯამი. ყველა მცნების ჯამი პირველი და უდიდესი მცნება. გიყვარდეს უფალი შენი ყველაფრით, გახსოვთ, გულით, სულით, გონებითა და ძალით. ასე რომ საქმე დგება სიყვარულზე ჯეიდენ. და საქმე მთელი შენი შინაგანი არსებით ღმერთის შეყვარებაზეა. ახლა როგორ უნდა გაიზარდო მისი სიყვარული და უფრო შეგიყვარდეს ის? უფრო მეტად როცა გაიცნობ მას. როგორ გაიცნობ მას? ის აქ არის გადმოცემული ამ 66 წიგნში ბიბლიაში.
პირადად მე ჩემი ცხოვრების განმავლობაში 8-9 წელი მოვანდომე მათეს სახარებას. 9 წელი ლუკას სახარებას. რამდენიმე წელი მარკოზის სახარებას. 2-ჯერ იოანეს სახარებას. ბოლო ჯერ რამდენიმე წელი. ეს მე ადრეც მოგიყევით, რომ მეორე წრეზე წავიდა იოანეს სახარების ექსპოზიციურ შესწავლა. მუხლ შესწავლაზე ალაპარაკი. ეს ყველაფერი შევკრიბე და მხოლოდ სახარებაში, მადლის ეკლესიაში, ალბათ თითქმის 25 წელი ქადაგებდი ამ სახარებებს. რაც იმას ნიშნავდა, რომ მთელი ეს 25 წლის განმავლობაში ყოველ კვირას მე უყურებდი ქრისტეს. შემდეგ ის გამოვლიდა რომაელთა მიმართ წერილში, შემდეგ კოლოსელთა მიმართ წერილში, შემდეგ გამოცხადების წიგნში. და როდესაც ღვთის სიტყვას კითხულობთ, სწორედ იქ თქვენ ქრისტეს ხედავთ, ყველგან აბსოლუტურად. შემდეგ მახსოვს, როდესაც ჩვენს გრეისის ეკლესიაში იოანეს სახარების კითხვა დავასრულეთ, ზოგიერთმა მრევლმა მკითხა, შეგვეძლო თუ არა უკვე ძველ აღთქმაზე გადავსულიყავით. ასე რომ შემდეგ მთელი სერია გავაკეთეთ თემაზე ქრისტეს პოვნა ძველ აღთქმაში. იქაც დავინახეთ მისი სილამაზე. შემდეგ დავიწყეთ ლუკას სახარების 24 თავიდან, სადაც იესომ ემაუსისაკენ მიმავალ გზაზე მოწაფეებს უთხრა, რომ მათ არ იცოდნენ ის, რაც უნდა სწოდნოდათ, რომ ძველ აღთქმაში მასზე იყო საუბარი. ამიტომ ის უყვება მათ ძველ აღთქმაში, რჯულში, წინასწარმეტყველებში, წმინდა წერილებში და ესაუბრება საკუთარ თავზე. და ძველი აღთქმიდან მათ გამოუცხადა საკუთარი თავი. ლუკას სახარების 24 თავში წერია, ერთმანეთს ისინი ეუბნებოდნენ, რომ მათ ეწოდათ გულები, როცა ისმენდნენ ამას. ანთებულები იყვნენ. ეს არის ცეცხლოვანი გულის თანაზიარება, როდესაც შენ ქრისტეს საოცრებებს ხედავ. ამასთანავე მე დავბრუნდი და მერე დავწერე კომენტარები. 4 ტომი მათეს შესახებ, 4 ტომი ლუკას შესახებ, 4 ტომი იოანეს შესახებ და 1 ტომი მარკოზის შესახებ. და ჩემი ცხოვრების თლიანი ეს მოღვაწეობა ქრისტეს შესწავლაში გავატარე. ებრაელთა მიმართ წერილი ქრისტეს ახალი აღთქმის სვაწიგნებსაც წარმოგვიდგენს. არ ამგონია, რომ არსებდეს რაიმე გამოცდილება, რომელიც შეიძლება კონდეს ცხოვრებაში. არსებობს ნებისმიერი მომენტი, რომელიც ჩვენ მაინც და მაინც ისევ და ისევ მიგვიყვანს იმ წერტილამდე, სადაც ჩვენ სიტყვით ქრისტეს პრიორიტეტულ როლს დავაკისრებთ ჩვენს გულში. მას ექნება ყველაფერი აბსოლუტურად. ის დაიკავებს ჩვენს გულში და გონებაში ყველა ადგილს აბსოლუტურად. და აქამდე ჩვენ მივდივართ მხოლოდ და მხოლოდ წმინდა წერილის მეშვეობით. წმინდა წერილი მიგვიყვანს ამ დონემდე ჩვენ. და რაც უფრო მეტად იცნობ მას, მით უფრო მეტად შეგიყვარდება იგი. რაც უფრო მეტად გიყვარს იგი, ბუნებრივია უფრო მეტად გიყვარს მამა ღმერთი და უფრო მეტად გსურს მისი უფრო მეტად შეყვარება. და სწორედ ეს უნდა ახასიათებს ეკლესიას. ასე არ არის? დიახ, ესეთი სიყვარული უნდა ახასიათებდეს ყველას. და ეს ახასიათებს ჩვენ ეკლესიას. და სწორედ ამიტომ გვიყვარს ჯეიდან ჩვენ ერთმანეთი. იმიტომ რომ ჩვენ გვიყვარს იესო ქრისტე. ამიტომ გახადე ქრისტე შენი სიყვარულის ობიექტად, გაიცანი იგი, ისწავლე და ნახავ აი აქედან გამოვლინდება ის. ამ წიგნის შესწავლიდან. კარგი ჯეიდან. გმადლობთ. მადლობ შენ ჯეიდან, ეს იყო შესანიშნავი კითხვა და გმადლობთ რომ ეს ჩვენი დღევანდელი საქმე, კითხვა-პასუხები ასეთ უმაღლეს ნოტზე დაასრულეთ. მადლობა მოსვენისათვის.